თიანი ქვითრის მაღალი კომუნალური ტარიფების გარეშე ისინი ცხოვრობენ ხელმისაწვდომი ჯანდაცვის პირობებში, ისინი აღარ იცხოვრობენ ავარიულ სახლებში. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა დევნილების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკას აპროტესტებს. დეპუტატობის კანდიდატის ლელა გულედანის განცხადებით 2007 წელს შემუშავებული სახელმწიფო დოკუმენტის მიხედვით სულ მალე დევნილთა საცხოვრებელი ადგილებიდან გამოსახლება უნდა მოხდეს, რის შესახებაც დევნილებს ამ დრომდე ინფორმაცია არ მიუღიათ. გულედანის თქმით, კოლექტიური ცენტრების დახურვის პროექტის შედეგად დევნილებს ყოფილი საავადმყოფოების ბაღებისა და სკოლების შენობებიდან გამოასახლებენ, კომერციული დატვირთვის შენობებს კი კერძო ინვესტიციებისთვის გამოიყენებენ. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა მოითხოვს დასაცლელი ობიექტების სია საჯარო გახდეს. პირველი ფაზა მოიცავს კოლექტიური ცენტრების გამოთავისუფლებას და ეს კოლექტიური ცენტრები არის სახელმწიფოსთვის სტრატეგიული ობიექტები, სოციალური დანიშნულების ობიექტებს უნდა დაუბრუნდეთ თავიანთი პირვანდელი სახე და ეს კარგად არის გაწერილი სტრატეგიაში, ხოლო კომერციული დანიშნულების ობიექტები უნდა გამოიტანოს სახელმწიფომ კერძო ინვესტიციებისთვის.